მშვიდობის კიდევ ერთხელ მოგესალმებით კომერსანტის დილა ეთერში და ჩვენი პარასკევის ტრადიციული რუბრიკის ფარგლებში ჩვენი თანაწამყვანი შოთა ბურჯანაძე შემოგვიერთდება და მასთან ერთად სულ ცხელ ამბავზე ზაფხულის ტურისტულ სეზონზე უნდა ვისაუბროთ. რამდენიმე დღე რჩება, როგორც წესი, ივნისის პირველ ნახევარში იხსნება ოფიციალურად სეზონი აჭარაში და ზოგადად რეგიონებშიც, მათ შორის მთიან რეგიონებში ზაფხულის ტურისტული სეზონის და რა მოლოდინი უნდა გქონდეს, მით უმეტეს იმ აქტივობების და კამპანიების ფონზე, რასაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მართავს, სწორედ ამ თემებს უფრო ვრცლად გავშლით მასთან ერთად. პირველ რიგში მოგესალმებით შოთა. მოგესალმებით დილა მშვიდობისა, მივესალმებით ჩვენს მსმენელს და მიხარია რომ ისევ თქვენთან ერთად ვარ. კი ბატონო, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად დღესაც და მოდით მოლოდინებით დავიწყოთ პირდაპირ 2025 წლის ზაფხულის სეზონზე რა მოლოდინი უნდა გქონდეს, როგორც საზღვაო კურორტებზე, ისე მთიან რეგიონებში, რამდენად შეიძლება რომ ზრდა იყოს, თქვათ, გასულ წელთან მიმართებით. დიახ, საინტერესო წელიწადი გველოდება, ანუ საინტერესო სეზონი, საინტერესო იმ კუთხით, რომ სრულიად ახალ ამპლუაში შეიძლება განვიხილოთ ეს ვითარება. ტურიზმი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი არის, გარკვეულწილად სახეცვლილი იქნება წლევანდელ წელს. ის დამსვენებლები, ის ჩამოსული სტუმრები, რომლებიც წელს გვეყოლება, სრულიად განსხვავებული იქნება წინა წლებთან შედარებით. ეს გარკვეულწილად ახალი გამოწვევა არის ჩვენთვის და რა იგულისხმება ამაში. ჩვენ მიჩვეული ვიყავით დასავლეთის ქვეყნებიდან ტურისტებს, სტუმრებს, მაგრამ წელს ესენი ბევრი არ გვეყოლება. ყველაზე დიდი რაოდენობა შეიძლება სრულიად მთლიანი ციფრის 3%, 3-დან მაქსიმუმ 5% იყოს ევროპული ტურისტები და ჩვენი ტურიზმის გეოგრაფია შემოიფარგლება საქართველოში ჩინეთი, ინდოეთი, არაბული ქვეყნები და ისრაელი. ისრაელის დაინტერესება არის ძალიან დიდი ზღვის სანაპიროებზე, ანუ ბათუმში ძალიან დიდი რაოდენობით გვეყოლება სტუმრები და შესაბამისად თბილისში რაოდენობა გაიზრდება ჩინელების, ინდოელების და არაბული ქვეყნების და ასევე სხვა ჩვენი ქვეყნის სხვა რეგიონებშიც გარკვეულწილად სახეცვლილი იქნება ტურისტების რაოდენობა. გუშინ ამ დღეებში უпростоრად საფრანგეთისა და პოლონეთის საელჩოების მიერ გამოცხადებული ის განცხადება, რომ ასჯერ უნდა დაფიქრდეს სანამ საქართველოში შემოხვალ, გარკვეულწილად კიდე დამატებითი დამაბრკოლებელი არის ეს არა მარტო ფრანგი და პოლონელი საზოგადოებისთვის, არამედ მთლიანად ევროპისთვის. და რეალურად ესეთი სურათი გვექნება. და დამაბალანსებელი ეფექტი თუ ექნება ბატონო შოთა, თუნდაც წინა წელი რო ავიღოთ, წინა წლის სტატისტიკა, მონაცემები, რაოდენობრივი გინდათ თუ თანხობრივი მოცულობით და ტურიზმში ზაფხულის სეზონიდან შემოვიდა. თქვენ ახსენეთ ქვეყნები, საიდანაც ახლა ელოდებით, ხო, მათ შორის არის ჩინეთი, იგივე ისრაელი. აი, როგორ ფიქრობ, დამაბალანსებელი ეფექტი ექნება მათ ვიზიტებს მიმდინარე წელს, ან სხვა სიტყვებით ვთქვათ, გაუმჯობესება თუ იქნება წინა წელთან შედარებით, მაგალითად, რა მოლოდინები აქვს? ნუ და მე სრულიად უმნიშვნელოდ არ მithქვა სიტყვა გამოწვევა, ეს იქ არის გამოწვევა. ეს ბალანსი არ არის, აქ ბალანსს ჩვენ ვერ ვნახავთ, რაოდენობრივად ჩვენ ტურისტები გვეყოლება, მაგრამ გარკვეულწილად ეს ადამიანები შემდეგ დაბრუნდებიან თუ არა იმ კულტურას, რა კულტურაც ჩვენ შეთავაზება გვინდა, მას მიიღებენ თუ არა. აი ეს არის ამ შემთხვევაში გამოწვევა. ფისკალურადაც არ გამოირჩევიან ხარჯველ უნარიანობით, აქ ამონაკლისი ისრაელის ტურისტები გვყავს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ისრაელის ტურისტები დაინტერესება მათი არის ერთი მიმართულებით, ისინი ჩამოდიან ბათუმში არა დასასვენებლად პირდაპირ მნიშვნელობით, არამედ მათი მიზანი არის სათამაშო ბიზნესი. დღეს შეთავაზება აქვს სათამაშო ბიზნესს ისრაელი ტურისტებისთვის უფასო
კვება უფასო ბილეთები, უფასო განთავსება, $5,000 დეპოზიტით კაზინოში. და შესაბამისად ეს რამდენად იმოქმედებს შემდეგ მთლიანად სფეროზე, აქ სასტუმროები იქნება თუ რესტორნები იქნება, ეს უკვე სხვა თემა არის და სხვა შეფასების კატეგორია არის. რაც შეეხება აზიის ქვეყნებიდან თუ არაბეთის ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებს, აქ ჩვენი კულტურა და მათი კულტურა გარკვეული წილად გამოწვევის თემა არის. აქ ძალიან დიდი ძალისხმევა ჭირდება ჩვენს მომსახურე პერსონალსაც, გასტრონომიასაც, მათი სურვილების დაკმაყოფილებისთვის და რა ვითარება გვექნება, შეიძლება ითქვას, რომ ეს წინასწარ ვერ განსაზღვრავთ და არ მინდა რომ რაღაც არაპოზიტიურად შევაფასო ეს საკითხი. კი ბატონო, აი თქვენ ახსენეთ საფრანგეთის და პოლონეთის საელჩოების მხრიდან გაფრთხილება, რასაც თავის მხრივ ჩვენგანაც მოყვა შეფასებები, რომ ამის საფუძველი არ არსებობს. ასეთი ტიპის გაფრთხილება მოქმედებს მოქალაქეებზე, ანუ ამან რამდენად შეიძლება რომ შეაფერხოს ან რაღაც უკვე დაგეგმილი ხო ჯავშნებზე რაღაც შეაცვლევინოს გადაწყვეტილება მოქალაქეებს. მარტივად ასე ვთქვათ განსასაზღვრია ეს საკითხი საქართველოს როდესაც რო გამოცხადეს რომელიმე ქვეყანაში მაგალითად ჩვენი სინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება ეს თუ საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს რომ ქვეყანაში ქართველების ჩასვლას გარკვეული პრობლემები შეიძლება მოყვეს რამდენად გაიზრდება მსურველთა რაოდენობა საქართველოს მოქალაქეს მხრიდან დარწმუნებული ვარ არ გაიზრდება ძალიან შემცირდება ხო ამას არა მარტო გავლენა საფრანგეთის და პოლონეთის ქვეყნებზე ექნება არამედ ამას ექნება გავლენა ასევე სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს იცით რა ხშირ შემთხვევაში ჩვენ სტუმრობენ ადამიანები რომლებიც უკვე საქართველოში ნამყოფი არიან და მათთვის შემაფერხებელი შეიძლება დიდად ეს განცხადებები არ იყოს მაგრამ ახალი სტუმრები რომლებიც სერჩავენ პირდაპირ მნიშვნელობით საქართველოს იმიტომ რომ შენ რომ მიდიხარ სხვა ქვეყანაში ყოველთვის სურვილი გაქვს რაღაც ისეთი ნახო რაც ტურისტულად საინტერესოა და ეძებ ხო და ამ ძიებაში როდესაც ამოგივარდება რამოდენიმე ნეგატიური მოსაზრებები ყოველთვის თავს იკავებ ხო და ზუსტად ესეთი არის 21 საუკუნის ტურიზმი ამაზე არის დამოკიდებული საკუთარი თუ სხვისი გამოცდილებების ანალიზის მიღება და შემდეგ გადაწყვეტილებების მიღება და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ეს დამაკმაყოფილებელი იქნება და სამწუხაროდ ის რომ ჩვენს ქვეყანაში უკვე ასეთი ტენდენციები არის ეს არის ძალიან დამაფიქრებელი და სამწუხარო თემა. კი ბატონო და ერთი მიმართულებაც რაც ასევე შეგვიძლია განვიხილოთ, ნუ გასაგებია ზუსტად აბსოლუტურად გეთანხმებით რა ნეგატიური შედეგები მოყვება ზოგადად ამ განცხადებებს და მათ შორის ეს ჩვენ არ ვიცით ბოლოა თუ არა და შეიძლება სხვა ქვეყნებიდანაც, ევროპული ქვეყნებიდანაც გავსი განცხადებები საელჩოს მხრიდან მოვისმინოთ. თუმცა აი აქეთ რომ შევხედოთ საინტერესო კიდევ ერთ გამოწვევაზეც ვისაუბროთ ზოგადად რაც არსებობდა და თუ არსებობს ასევე ესეც საინტერესოა თუ დგას დღის წესრიგში უფრო კონკრეტულად კი თუნდაც კადრებთან დაკავშირებით ხა ზღვის სეზონი მოდის ტურისტული სეზონი მაინც გვინდა არ გვინდა იმ პერიოდთან შედარებით რაც იყო წლის დასაწყისში უფრო მეტად აქტიურობდა კადრების ამბავში როგორ ვართ ესეც საინტერესოა კვლავ არის ის დეფიციტური პრობლემა რაც არსებობდა ხოლმე აქამდეც კი, რა თქმა უნდა, არის გარკვეული რაღაც მცირე პერიოდი ჰქონდა, სადაც სტაბილიზაცია ჰქონდა, იქიდან გამომდინარე არ იყო მოთხოვნა სარესტორნო სფეროზე დასტაბილურდა, ამას თუ სტაბილიზაციას დავარქმევთ კადრები, მაგრამ რა თქმა უნდა, სეზონთან მიმართებაში ბათუმში იზრდება მოთხოვნა, თბილისიდან გადის კადრები, თბილისში იზრდება შესაბამისად მოთხოვნა და გარკვეულწილად ამ პრობლემის წინაშე ყოველწლიურად ვართ და მე ხშირად მithkoms რომ კოვიდი რო არ ყოფილიყო ეს საკითხები უკვე დასტაბილურებული იქნებოდა მაგრამ კოვიდმა ისე უკან დაგვაბრუნა რამდენი წელი გავიდა უკვე და ამ კოვიდის ასე ვთქვათ გავლენებს დღემდე ვერ ჩამოვეხსენით და სამწუხაროდ ეს პრობლემა არსებობს და უფრო რთულ ფაზაში შედის იმიტომ რომ კადრები არა მხოლოდ სფეროს სურველების კუთხით აკლდება, არამედ არსებული კადრების გადინება ხდება სხვა სფეროებში და უცხოეთში და ეს გარკვეულწილად ძალიან დიდ
დახს ჩვენ სფეროს სარესტორნო სფეროს ასვამს, იმიტომ რომ კადრები, რომლებიც იზრდება და ყალიბდება და შემდეგ ისინი უკვე ამ სფეროს სილდებიან, კიდე ახლის გაზრდა კიდე თავიდან დიდი პრობლემას წარმოადგენს. კი ბატონო და იგივე აი ამ გარკვეულწილად თემასთან მიმართებით არაერთხელ გვისაუბრია მომსახურებასთან და შესაბამის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. წლიდან წლამდე პრინციპში ამ თემებზე ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ. რამე თუ იცვლება აი ინფრასტრუქტურულ ნაწილში პრინციპში ყველა ვხედავთ ხომ იგივე გზების ნაწილი იქნება თუ სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა, ვთქვათ, რაკეტება, რა გამოწვევებია, მაგრამ აი მომსახურების ხარისხის ნაწილში იგივე აი ამ კადრების დეფიციტთან დაკავშირებულმა პრობლემამ ეს თემა უკან ხომ არ გადაწია, რომ ოღონდ კადრი გვყავდეს და უკვე მომსახურების ხარისხს აღარ ვაქცევთ იმდენ ყურადღებას თუ აი რა ხდება დღეს თუნდაც სარესტორნო სფეროში იქნება თუ სხვა ტურისტულ ობიექტებში. სალამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ცოტა დიდი თემა არის. რამოდენიმე სიტყვით ვეცდები რომ განმარტება გავაკეთო შენ შეკითხვაზე. ზოგადად ეხლა 21 საუკუნის კულინარია არ არის მხოლოდ და მხოლოდ ღემრიელი საკვები. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება არა მარტო კვების, ასე ვთქვათ, გემოვნებით ხარისხს, არამედ მის მიწოდებას, მის სერვისს და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. რაც სწორად განვითარების შემთხვევაში პოვებს განვითარებას. მაგრამ, როდესაც საზრუნავი ბევრი სხვა რამე არის, ვიდრე მიწოდება და სერვისის განვითარება, ამ დროს ეს უკან იხევ. ჩვენ მე მინდა რომ ვიყოთ ისეთ ფაზაში, სადაც აი ამ საკითხებზე გვექნება საუბარი, ამ საკითხებზე გვექნება ასე ვთქვათ დისკუსია და განვითარების შესაძლებლობა, რომ საკვები როგორც ახლა ჩვენ ბავშვობაში მიჩვეული ვიყავით თეთრ თეფშებზე დადებულ სალათის ფოთოლზე არსებულ სხვადასხვა კერძს და ესეთი იყო მიწოდება. დღეს თეფშის ხარისხი, თეფშის ზომა, ფორმა, მიწოდება და ასე შემდეგ ყველაფერი იცვლება. და იცვლება ასევე გარკვეულწილად კერძის მიწოდების ფორმაც. აქ იმხელა დიდი ფანტაზია არის და იმდენად დიდი არის შესაძლებლობები. ამაზე ფიქრი არის მნიშვნელოვანი, რომ კონკურენცია გარკვეულწილად მხოლოდ გემოში კი არ არის დღევანდელ საზოგადოებაში 21 საუკუნეში, არამედ იმ მიწოდების ფორმებში თუ სერვისში, რომელიც წესით და რიგით უნდა განვითარდეს. მაგრამ როდესაც ჩვენ ფიქრი გვაქვს იმაზე, რამდენი ტურისტი გვეყოლება, სტაბილურობის პრობლემა, რამდენად იზრდება ფასები, რამდენად არის დასაქმებული ადამიანების აი ამაზე როდესაც ვფიქრობ, შემდეგ მეორე კუთხით იმ აუცილებლობაზე, რომელიც დღევანდელი მსოფლიო მოითხოვს შენს მიზიდულობიდან, წარმოშობიდან გამომდინარე, ძალიან პრობლემატური არის. ამიტომაც დღესდღეობით რთულ ვითარებაში არის სფერო, რაღაც განვითარებას, როდესაც ვეძებთ, შემდეგ იმხელა მუხრუჭი არის ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, უბრალოდ წარმოუდგენელი არის და ხშირად დამღლელი არის ამ სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის ყველაფერი ეს და მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ამ სფეროში მონაწილე ადამიანს უყვარს ეს სფერო და მთელი სული და გული აქვს ჩადებული, ძალიან ხშირად მესმის ფიქრი იმაზე თუ დარჩენ თუ არა ამ სფეროში. კი ბატონო, სამწუხარო ასეთი ტენდენცია, იმიტომ რომ პოტენციალი ამ სექტორში და მათ შორის სხვა ხელფასების ნაწილში თუ სხვა დიდია და აი ესეთი გამოწვევები, როდესაც დგება ამ სექტორისთვის და უკან ხევს ეს განვითარებას, ეს სამწუხარო ტენდენცია. დიდი მადლობა იმისათვის, რომ ჩვენთან ერთად იყავით. მომავალ პარასკევამდე გემშვიდობებით, ჩოთა ბურჯანაძე იყო ჩვენთან ერთად.